სტუდიაში არ ვარ დღეს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ სხვა შორის დაემთხვა ჩემი სურვილები ამ სიუჟეტს, გავაკეთებ იმას დღეს, რაც ყველას ძალიან მიყვარს, დავდივარ კარდაკარას მთელ საქართველოში და დამოხტიგნები და ახალი წელია და დღეს მით უმეტეს მიხარია, იმიტომ რომ საახალწლო საჩუქარი გამომივა ყველა იმ ოჯახს, რაც წიგნებს მივიტანთ, გადასალის შესაძლებლობა სხვათაშორისო შეგიძლია შინიდან გაუსულოთ, შეუკვეთო და შინ მოგართმევენ ნებისმიერ წიგნს, როგორც წაკითხვაც გინდა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო, არა მხოლოდ მათ, ვისაც წიგნის კითხვა უყურს, არამედ ყველას. ვულოცო ახალი წელი, ვისაც უხარია და ვისაც გონია, რომ მომავალი მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი დღე, ჯანმრთელობა, მშვიდობა და ბევრი სიხარული. ბევრი წიგნი ასწავლარია და ბევრი წიგნის წაკითხვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრი სიხარული უფრო მეტი შანსია, რომ ბევრი სიხარული ქონდა. ეხლა მოკლედ შეგვიძლია წავიდეთ და იმ მისამართებზე, საიდანაც ადამიანებმა გამოიწერეს წიგნები და ელიან ამ წიგნებს. და წიგნებთან ერთად ეს გამოწერა წიგნებთან მიიღებენ საახალწლო საჩუქრებს. წავიდეთ. გამარჯობა. წიგნები მოგიტანეთ ისა? ძალიან დიდი მადლობა. მომწანდეთ რა. ხო შეუკვეთეთ. მომწანდეთ, როგორ არ შევუკეთე. ძალიან კარგი გამოცემულობა და ძალიან გადასარევი გამომართვით წიგნები ვის მო თქვენ მოგართვათ? კი ბატონო, მე ვარ პატრონი და ესეც? ეს რა არის? საჩუქარი ახალი წელი ძალიან დიდი მადლობა, მომწანდეთ. აი, რამდენი წიგნები გაქვთ? წიგნები ბევრია, კიდევ ბევრი იქნება. მითხარით თქვენი სახელი და ისა, სხვებს მაგივრად ვერ მოგიწევთ და ჩემს მაგივრად? აბნო დავით, თქვენს გიცნობთ. არა, თქვენი სახელი მითხარით. ვახტანგი. შეიძლება დაგაინტერესდეთ სათაურის მიხედვით. ეს მათემატიკურია? დიახ, მათემატიკურია და თქვენ რომელი ვახტანგი ხართ? ოქილიაშვილი თუ პაატაშვილი? პაატაშვილი მე და რამდენი ფორმულები? როგორ ვემალებოდი ამ ფორმულებს ბავშვობაში ხანსაცე? მაგრამ დედას ამას არ დავემალებოდი, ჩემი მათემატიკა. დედას სად გაიქცევა? სხვა შორის ეს არის არასწორი ლეგენდა, რომ მათემატიკა და ლიტერატურა არის შოუს. მე მგონია, რომ მათემატიკა არის რაც ყველაზე მეტად ამითარებს ლიტერატურის სიყვარულს. ვითომ დაშორებული ისა ფენომენი, მაგრამ ძალიან ახლოს არის სხვა შორის. არა. საქმე იმაშია, რომ მათემატიკის შესწავლის ობიექტი არის გაცილებით მარტივი რაღაცები, ვიდრე ხატრების, ხელოვნების, რომელთაც ადამიანის სულიერი სამყარო მისი ის სხვა მათემატიკა როცა იწყებს ადამიანი მათემატიკის სწავლას, გონების განვითარებას ისე უწყობს ხელს დასაწყისში, რომ მე ის გონება აღარ ჩერდება და აუცილებლად ლიტერატურას მიადგება ადრე თუ გვიან. რამდენი საერთო დეჩელს მათემატიკოსია და თან კიდე მათემატიკოსის ქუჩაზე გავიზარდე ანდრია რაზმაძის ქუჩაზე. ამაგარი კაცი. წავიდეთ, ხო ბადავახტა, მოკლედ წიგნები თქვენ გაქვთ? ერთნაირი ახალი წელი და ძალიან გამახარეთ და მე ესე იგი უბრალოდ არ არია ჩემი ქალბატონების სახში რომ მიგიწვიოთ. არა, დიდი მადლობა. ჩვენ ქართული მიწვევა და წვალება ისედაც ბევრი იქნება, რომ ახალი წელი მოდის, ხო იცით ესე გუძმარ, აი გზნობ უკვე მიახლოვდება ეს წვალება, ეს ნერვიულობა, დარდი, საცივი, ხო იცით ეს ტანჯვა დასავლელი გვაქვს, ხო იცით რამდენჯერმე ახალი წელი შოუა და საცივი გექნება ქართული მეებში თურმე საჭველებში პირველი ადგილი მაგასა, არც ხინკალი არც არა, საცივი ახლა შედევრია ბატონო ვახტანგ. საცივი სხვადასხვა ძალიან მაგარი წიგნი დაწერა ლევან ბერძენიშვილმა, წმინდა წვდეადი ქვია. მე მგონი ასეთი ოდა საცივისთვის არავის არ მიუძღვნა, ამდენი საუკუნეა მივირთვებ თავს საცივს, მაგრამ ერთი წიგნი რომ მიგვეძღვნა ლევან ბერძენიშვილის გარდა არავინ არ გააკეთა ეს. გამარჯობა, ოდიში, აბა სად მოგვერხოთ წიგნები? მიცავთ ახალ წელს. აჰა, მითხარით თქვენ თანთა ხარ? დიდი მადლობა, ასე გიყავთ წიგნები კიდევ ერთხელ. ეს არის გადასარევი, ოვიდიუსის მთელი ბერძნული კლასიკა, მოკლედ ანტიკური ლიტერატურა. ძალიან იაფად შეიძლება გახდე ძალიან დიდარი ადამიანი, მოკლედ. რამდენი ტომია უკვე გამოსული? 30, ხო? ხო. ყველა გაქვთ ხო ის წიგნები გაქვთ? ძალიან კარგი, მოკლედ ახალ წელს ესე გადასაცევი და ის არც სჭირდებათ. ჩაიბარეთ საჩუქრები, წიგნები და ბედნიერი ახალი წელი, კარგად ბრძანდებოდეთ. ხო შევუკვეთეთ წიგნები? მე შევუკვეთეთ, მე მოგიტანეთ. ძალიან კარგი, მოგძანდით. უკვე ახალი წელია, ხა? ხო შეიძლება. ახალი წელია, მოგძანდით. გამარჯობა, გილოცავთ წინასწარ. აი მოგიტანეთ, წიგნები შევუკვეთეთ მოგართვით. საჩუქრებიც მოგიტანეთ, წიგნები ჩაიბარეთ. ეს გვაქვს, მაგრამ თქვენი ავტოგრაფით არა, ამ დიდი სიამოვნებით.
კი ბატონო. რა ქვია, ვის სახელზე დავწერო? ლიზის ვაჭუკო და ელენეს თუ კი შეიძლება. ბატონო. აუ რამა ეს მართლა რა მაგარი გამოცემაა. ან იაფია და უცე სხვა ადამიანები გახდები მთელი კლასიკა იცი ფაქტია. მაგარია შეუკვეთა და ძალიან გასვაც არ კარგია. გინდა? და თან დათოთურაშვილი რომ მოგიდა. ა ყველა პერსონაჟი ამის გადავიხასას რა თქვა არ თქვენ დავიჭირე. როგორ გასამო ვამჯერა. ასე თელ საქართველოს დავდივარ, კარდაგარ როგორ ვინმეს კონდეს სულ წიგნები წაიკითხე. ძალიან კარგი. კიდე ჩვენ შეიძლება. რამდენჯერაც მიგზავნებთ იმჯერჯერ მოვალ და იმ წიგნებს მოგაქცევთ. სხვა დროს შეკოდისას რა თქვა დათოთურაშვილი კი ბატონო, მოგიდა. რა თქმა უნდა. შეგიძლიათ. დიდი მადლობა. მადლობა. ძალიან მეტი მე ახალი მადლობა გილოცავთ და მადლობა თქვენ ბევრი წაგრეთ. წიგნები და ჯანმრთელობა და შვიდობა. მადლობა. კარგად იყავით. კარგი. ნახვამდის. ციგნები დავარიგეთ და იმედია რომ მომავალ წელს უფრო მეტი მოთხოვნილება იქნება ციგნებზე და უფრო მეტი კითხვები გვეყოლება საქართველოში ციგნების და ლიტერატურის და რაც შეეხება წინა წელს 2014 წელს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ნამდვილად მოხდა. ეს არის დავამარცხეთ იაპონიის ნაკრები რაგბიში და საქართველოს ესე იგი ევროპარლამენტმა მიიღო რატიფიკაცია საქართველოს და ევროკავშირის ხელშეკრულების და ეს მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მრავალსაუკუნოვანი ოცნებისაკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია იმ ოცნების ახდენისაკენ რომელსაც მთელი თაობებმა საუკუნეების მანძილზე საუკეთესო ქართველებმა მთელი ცხოვრება, ფიქრი, გონება და ზოგჯერ სამწუხაროდ ხშირად სიცოცხლეც კი შეწირეს. ყველას ულოცავ ახალწელს მოკლედ და ბევრი წიგნი, ჯანმრთელობა და შვიდობა.